ქალაქ თბილისში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში. კლუბის ჩემპიონიდან წარდგენილები იყვნენ სპორტსმენები ნიკა ფიროსმანაშვილი, კობა ბოდიაშვილი და ლევანი ცხელაური. მათ ჩაატარეს პროფესიონალური ბრძოლები და გაიმარჯვეს აზერბაიჯანელ და ირანელ სპორტსმენებთან. სასიხარულოა, რომ დედოფლის წყაროს ეს დიდი წარმატება მოუტანეს. წელს კლუბის ჩემპიონი კვლავ გეგმავს მრავალ ტურნირებს სხვადასხვა ქვეყნებში, მისთვისაც ვემზადებით. საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც გაიმართა პროფესიონალური ორთაბრძოლები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება ჩვენი ბიჭებისთვის. წელს კლუბის ჩემპიონი გეგმავს მრავალ ტურნირებზე გასვლა სხვადასხვა ქვეყნებში, ვემზადებით დიდი გულისხმევით და შრომატევადი ვარჯიშებით. ფინალურ ორთაბრძოლაში დავამარცხე ირანელი მებრძოლი ტექნიკური ნოკაუტით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ტურნირი იმით თავისებურებით, რომ წლის დასაწყისია, ახალი წელია, ახალი შემართებით და ახალი წარმატებით დავიწყე და ეს უკვე დიდი სტიმულის მომცემია ჩემთვისაც, ისევე ჩემი გულშემატკივრებისთვისაც და მეტოქე იყო ირანელი მებრძოლი, ირანის ჩემპიონი, საკმაოდ გამოცდილი მებრძოლი იყო, მაგრამ ჩემმა შრომამ და დაუღალავმა ვარჯიშმა შედეგი მომცა და მოვიპოვე გამარჯვება, რითიც მოხარული ვარ მეც, ჩემი გუნდის და სხვა ჩემი გულშემატკივრებიც. ულოცავ ამ გამარჯვებას ჩემ ყველა გულშემატკივარს, ჩემ რაიონს და მთლიანად საქართველოს, რადგან როცა სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ბრძოლის დროს გამარჯვება მოიგო, საჩქაროა და მთლიანად ქვეყნის გამარჯვება არის, რადგან იქ საქართველოს სახელს წარმოადგენს თვითონ ის ქართველი მებრძოლი, ვინც ბრძოლობს იმ უცხო მებრძოლთან. ბრძოლის მსვლელობისას ორი მძიმე ნოკდაუნის შედეგად მესამე უკვე სპორტსმენი მოიხსნეს თავისმა რეფერებმა. ეს არის ბრძოლის დროზე ადრე დამთავრება, ანუ შეუძლებელი ვთქვათ ნოკაუტი, თვია ტექნიკური ნოკაუტი. ფართო გეგმებში უმიზნებ, რომ გავხდე ყველაზე საუკეთესო სპორტსმენი, ეს უკვე ყველა სპორტსმენის ოცნება არის და ეს ჩემი ოცნებაც არის და ისეთი ოცნება, რომლის შესრულებადი არის. შემიძლია, იმიტომ რომ მაქვს ამის დროც, საშუალებაც და ვარჯიში კიდე ჩემი ცხოვრების სტილია უკვე და იმედი მაქვს, რომ მომავალში ღვთისწყალობით და ხალხის თანადგომით ყველაფერი გამომივა. ამ სპორტში შევხვდი მე ირანელ მებრძოლს, რომელსაც კარგი სპორტი და დავამარცხე ირანელი მეტოქე ფინალურ ორთაბრძოლაში. იყო კარგი სპორტსმენი იყო ძალიან და გამიჭირდა მოგება ის მართლა. თავიდანვე წარმატებულად დამეწყო ეს წელი. იმედია ამის ეს წელი ჩემთვის წარმატებული იქნება რა. თებერვალს ქალაქ თბილისში გაიმართა თბილისის მეექვსე ღია ჩემპიონატი უშუში, სადაც მიწვეული იყო დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის უშუს კლუბი. ჩვენი გუნდიდან მონაწილეობას 9 სპორტსმენი იღებდა, 9-დან 5 პირველი ავიღეთ, 3 მეორე და 1 მესამე ადგილი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი კლუბის არსებობის მანძილზე პირველად მოხდა ჩვენი კლუბის დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე გადასვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ჩვენი კლუბის სპორტსმენები თავისი ხარჯებით აღარ მოუწევთ შეჯიბრებებზე მონაწილეობის მიღება. ანუ შედეგები ასე გადანაწილდა, 5 პირველი ადგილი ჩვენ ავიღეთ, 5 პირველი ადგილი რუსთავის ერთ-ერთმა კლუბმა აიღო, დანარჩენი გუნდები ნაკლები შედეგებით იყვნენ და გუნდურში ასე რომ ვთქვათ მედლების რაოდენობით, სრული რაოდენობით პირველ ადგილზე გავედით. პირველი ჩვენი გუნდიდან მონაწილეობას იღებდა ბექა გონაშვილი, რომელიც გახდა ჩემპიონი, შემდეგ ნიკა გლახოშვილი გახდა ჩემპიონი, რომელსაც არ ქონა აქამდე გამარჯვება მიღწეული და გამოდიოდა კი შეჯიბრებებზე, მაგრამ არ ქონა გამარჯვება. პირველად გაიმარჯვა, რაც ბევრი ვიშრომეთ, ბევრი ვიწვალეთ და შედეგიც ახეზია. კიდე ნიკა ჩიტიშვილი გახდა ჩემპიონი, მან 3 წლიანი წაუგებელი სერია გააგრძელა, მეოთხე წელი გახსნა დაუმარცხებელი სერიით. ასევე სერგო პეტროსიანი ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი ჩვენი კლუბის გახდა ჩემპიონი. მე მივიღე თბილისის ჩემპიონატზე მონაწილეობა, სადაც შეხვდები საგარეჯველი და მარტვილელი სპორტსმენები, სადაც აშკარა უპირატესობით დავამარცხე და 4 წელი უკვე არ წამიგია და იმედია კარგად გავაგრძელებ. რუსთაველს შევხვდი და უპირატესობით დავამარცხე.
ქულა არ მივეცი და ორ ქულას არ ავაცდინე. რაც შეჯიბრებებზე მონაწილეობას ვიღებდი, ვერ ვიგებდი და ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება. Jordan Kaymakçı Çiğdem Makası.